მოგესალმებით მეგობრებო, მზებუდობა გვაქვს 21 ივნის. ეს არის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე და რას ნიშნავს ეს? როგორც ეზოთერული ენერგიის კუთხით, ფსიქოლოგიურად, ასტრონომიულადაც მაგალითად. ასტრონომიულად საერთოდ ეს არის გარკვეულწილად ნულოვანი წერტილს ეძახით, როცა მზე თითქოს ჩერდება და უკან იწყებს მოძრაობას, ხო? ანუ იწყებოდა მაგალითად პირველი მზებუდობით, როცა მზე იწყებს გაზრდას ნენელა, სინათლე იწყებს გაზრდას და ეხლა არის უკვე ის წერტილი, როდესაც მაქსიმუმს მიაღწია უკვე სინათლის ენერგიამ, ანუ ცნობიერების განათებას ვეძახით უკვე ასტროლოგიურად, იმიტომ რომ მზე ანათებს, ამოყავს ყველაფერი ზედაპირზე და აჩვენებს ყველაფერს, როგორც არის ისეც, ეს უკვე ცოტა ფსიქოლოგიურ ენაზე რო აგიხსნათ, ესე ასტროფსიქოლოგიური ენაზე უბრალოდ. და ეხლა თან ეს მზებუდობა ემთხვევა, როგორც წესი, კირჩხიბში გადასვლას ზოდიაქოთი კირჩხიბში გადადის მზე ზოდიაქოს ნიშანში. საერთოდ ეს კირჩხიბის ენერგია, ეს არის უკვე ის ეტაპი, როდესაც მზემ გაანათა ფაქტიურად მანამდე ტყუპების ენერგია, ეს კომუნიკაცია არქეტიპულ ენერგიაზე ვლაპარაკობთ აქ რა თქმა უნდა. თვითონ სიმბოლიზმი ტყუპების ეს იყო კომუნიკაცია, ურთიერთობები, მოძრაობა და კირჩხიბი ეს აბსოლუტურად სხვა ენერგია არის, ეს არის შინაგანი სამყარო, ეს არის ემოციები, ეს არის უსაფრთხოება. რამდენად შინაგანად ვარ უსაფრთხოდ, აი გაანათებს ფაქტიურად, მოდით ესე ვთქვათ, ქვეცნობიერ პროცესებს. ყველაზე მეტად შეიძლება ამოიტანოს მზე კირჩხიბში, როდესაც არის ზოგადად ჩვენ ყველა შეგვიძლია დავიხმაროთ ეს მზე კირჩხიბის ენერგია იმაში, რომ გავანათოთ ის, რაც დაფარული იყო, რაც აქამდე არ იყო ესე თვალხილული, ხო, ესე რომ ვთქვათ, იქნებოდა ეს ტრამვები მაგალითად, იქნებოდა ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახურ სივრცესთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გაგვიჩნდეს სურვილი უფრო მეტად ბუნებასთან კონტაქტი, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ასტროლოგიაში, რომ აი კირჩხიბები დაკავშირებული ოჯახთან, სიმყუდროებთან, მშობლებთან და ბუნებაც არის კირჩხიბი, ეს არის განმარტოება, ეს არის შინაგანი სიმშვიდის პოვნა, შინაგანი ღერძის პოვნა, სხვათა შორის წყლის სტიქია არის კირჩხიბი და მზე, ეს ცეცხლოვანი ენერგია არის და ძალიან კარგი არის ხოლმე ამ პერიოდში ამ ორ სტიქიასთან ურთიერთობა, ეს თუ ეზოთერული, ესეთ დაფარული სამყაროდან დავინახავთ, მაგალითად ამ პრიზმაში შევხედავთ, როგორც რიტუალები რო უყვართ ხოლმე მაგალითად ამ ენერგიებთან კონტაქტში, მაგრამ რა არის სინამდვილეში უფრო გამოსაყენებლად, ხო ეს პერიოდი რისთვის დავიხმაროთ. პირველ რიგში ეს არის შეჯამების პერიოდი, ეს არის ნულოვანი წერტილი, ფაქტიურად მზის, ესე ვეძახით, ნულოვანი წერტილი, ეს არის გაჩერება. ხო, აი მზე გაჩერდა უკვე და არქეტიპულ დონეზე, ფსიქოლოგიურ დონეზე ფაქტიურად ეს იგივე არის, რომ ჩვენ სადღაც უნდა გავაცნობიეროთ ამ 6 თვის განმავლობაში, სად მიდიოდით, რა ხდებოდა ჩვენ ცხოვრებაში, აი რიტუალების კუთხით კარგი არის ხოლმე მაგალითად, ეს ჩვეულებრივად ამბობენ, გაწმინდეთ ოჯახის ზედმეტი ენერგია მაგალითად იქნება ეს ნივთები, იქნება ტანსაცმელი ძველი, რომელსაც აღარ ვიყენებთ, ან ზოგადად განახლება სახლის გაწმენდვას ეძახიან სახლის, იმიტომ რომ თვითონ კირჩხიბის სახთან არის დაკავშირებული სიმყუდროვესთან, სისუფთავესთან, ენერგეტიკულ არქეტიპულ დონეზე. სხვათა შორის კირჩხიბის საკვებთანაც არის დაკავშირებული, რამდენად ნატურალურ სუფთა საკვებს ვიღებთ, იმიტომ რომ ეს არის ზრუნვა, როგორც გარემოზე, ისე საკუთარ თავზე და აი თვითონ ეს რიტუალების კუთხით რო გითხეთ და ფსიქოსომატურ დონეზე, ეს არის უკვე ის ეტაპი, როდესაც მზე გადადის ანათებს მთვარეს ფაქტიურად, ხო მთვარის ენერგიას და მთვარე ჩვენთან ეს არის ქვეცნობი. თან ახლა მნიშვნელოვანი ტრანზიტი არის, რომ ქირონი გადავიდა ზუსტად ახლა კუროს ზოდიაქოში, ამაზე ცალკე ჩაგიწერთ ვიდეოს, ეს მნიშვნელოვანი ტრანზიტი არის საკმაოდ ქირონს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ პირადად რუკაში, იმიტომ რომ არაერთი პრაქტიკული კლევის შედეგად ზოგჯერ, იმასაც ხედავდი, რომ ქირონი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის პლანეტებთან ერთად და მნიშვნელოვან ცხოვრების ელოცულებებს იწვევს და კურო ეს არის ასევე სიმყუდროვე, ეს არის სიმშვიდე შინაგანი და ქირონი აქ უკვე ამოატივტივებს, მოდი ესე ვთქვათ, შიდა ჭრილობებსაც გარკვეულწილად, ამოატივტივებს შიშებსაც ფინანსებთან, ანუ საფრთხოებასთან დაკავშირებით, ან პირიქით ამის მოგვარების კარგ შესაძლებლობებს, აქ უკვე ინდივიდუალურად ვის როგორ აქ პირად რუკაში, თუნდაც ეს ტრანზიტი ამ პირად რუკაში მოთან რა ხდება, იმაზეა დამოკიდებული. თვითონ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მზებუდობის პერიოდში
მოვახდინოთ სადღაც განათება შინაგანი სურვილების, ბუნებასთან კონტაქტი, ეს არ არის უბრალოდ ბუნებასთან კონტაქტი, ხო, ბუნებასთან ურთიერთობით ჩვენ ვაჩერებთ ცნობიერს, ამ ქაოსს ვაჩერებთ, გონებას ვაჩერებთ, რა არის თვითონ ბუნების ენერგეტიკა. იქ არ არის ინტელექტუალიზაციის ენერგეტიკული ველი. ბუნება არის სადღაც აი უბრალოდ რო არის, ხო, სიმშვიდე არის ბუნების ეგრეგორში, მოდით ესე რომ ვთქვათ. და ჩვენ როდესაც ბუნებასთან გვაქვს ურთიერთობა, არაცნობრივ დონეზე ითიშება ზედმეტი გონების რაციონალური მეს ენერგია და ნელ-ნელა სხეულთან ვიწყებთ ჩვენ დაუნებურად ურთიერთობას. ანუ შინაგან ხმა უფრო ხმამაღალი ხდება ვიდრე აზრების ხმა. აი ეს მინდა რომ გითხრათ. და ზუსტად მზე კირჩხიბის ზოდიაქოში რო გადადის, ეს ენერგია არის, რომ უფრო განათებული ხდება ჩვენი შინაგანი სხეულებრივი შეგრძნებები, ჩვენი ემოციური საწყისი და არა კოგნიტური, მანამდე თვითმყოფობის დროს კოგნიტური საწყისი იყო უფრო განვითარებული, აზრები, ურთიერთობები, გარესამყაროსთან ურთიერთობა ამზებუდობა აი ვაბრუნებს კიდევ უფრო აქტიურად შიგნით და მთელი თვის განმავლობაში იქნება მზე კირჩხიბის ზოდიაქოში, მაგრამ აი ეს წერტილი, ეს დღეები, ხო, აი მაგალითად 21-22 განსაკუთრებით. აი ეს 3 დღე გარკვეულწილად არის ერთ-ერთი, მე არ მიყვარს დიდად ეს მაგიური რიტუალების თქვა, იმიტომ რომ არა აქვს ამას შედეგი, თუ არ არის აქ ფსიქოლოგიური გაცნობიერება. მე თუ რაღაც ენერგიაზე ვიმუშავე, რომელთანაც მე ფსიქოლოგიური კონტაქტი არ მაქვს, ის უბრალოდ არ მუშაობს, ხო? აი ფსიქოლოგიაშიც გვაქვს ესეთი ფაქტორები, როდესაც რაღაც ტრავმა არის შიგნით, ხო, აი შებოჭილი რაღაც ნეგატიური ენერგია და ამ ნეგატიური ენერგიასთან შეხვედრა და ცხოვრება ჭირდება. გაცნობიერება ჭირდება. მაშინ მეტის მართლა ის ეზოთერულად რო აგიხსნათ, აი ნამდვილად ისეთ გაცნობიერება საკუთარი ენერგიით, რო ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ჩვენ პრობლემებს და არა მაგიური რიტუალი, რო ვიღაცამ მომაშოროს ეს ძველი ქრისტემდე პერიოდის ენერგეტიკა არის, როდესაც რუცხებს შეწირვა იყო, როგორც რომ მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, არც მაქვს ის ენერგეტიკა, რომ მე ჩემით რაღაცა მოვაგვარო და აი ღმერთებს ან გარესამყაროს ვაძლევ პასუხისმგებლობას, რომ გაწმინდოს ჩემი ენერგეტიკა, ხო? თანამედროვე აღარ არის ეს ქრისტეს ფილოსოფია არის, ხო? ესე რომ ვთქვათ, რელიგიური კუთხით თუ შევხედავთ და თვითონ ცნობიერების კუთხით თუ შევხედავთ, ეს არის როცა უკვე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მე შემიძლია საკუთარი თავის გაწმენდვა და გაცნობიერებით, ხო, სადღაც. აი ეს პერიოდი, ხა, ვინც უფრო ვთქვათ, არა მაგიურ რიტუალებში არის, არამედ გაცნობიერებაში არის, აი თუ ამ გაცნობიერებაში პლუს რაღაც რიტუალურ სახეს მივცემ, აქ უკვე მართლა ეფექტი არის, ხო? და თუ მხოლოდ ამ რიტუალების ხარჯზე ვარ, თუ მგონია რომ მე თუ ახლა სახლიდან გადავყრი ძველ ნივთებს, ყველაფერს დავალაგებ, ესე არ არის. სახლი ენერგეტიკულ დონეზე, ეს არის როგორ რაღაც იცით, რომ ჩვენს ენერგეტიკაში რაც ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ენერგეტიკული ველი, ისე რომ ვთქვათ, ხო, აი თუნდაც სახლის გარემო ძალიან კარგად ასახავს, აი ფსიქოლოგიურად რო გითხრათ, კუჭ-ნაწლავის სისტემა და ენერგეტიკულად შტაინერს ქონდა, ხა ცოტა გადაუხვიეთ თემას, მაგრამ აი ცოტა ვრცლად მინდა რომ აგეხსნათ. შტაინერს ქონდა ძალიან ბევრი ნაშრომი იმაზე, როგორ მთელი ჩვენი ენერგეტიკული ველი ასახავს კუჭ-ნაწლავი ემოციების გადამუშავებას, ენერგეტიკულ გადამუშავებას, მაგალითად, ხო? აი ამოსუნ თქვა და საუბარი, იქ არის უკვე ეს ჩაკრებზე რო არის, ხო, ლაპარაკი. თქვათ, რამდენად გამოვხატავთ ჩვენ თავს. და სხვათა შორის მე აი გეშტალტ ფსიქოლოგიას რო სწავლობდი, ძალიან მსგავსი არის ფაქტიურად. იქაც არის ზუსტად ამაზე საუბარი, ყველა ჩვენი ორგანო, ეს არის ანარეკლი გარესამყაროსთან ჩვენ როგორ ვურთიერთობთ და აი ამ შინაგან სამყაროზე არის მუშაობა ყველაზე მთავარი. და აი ეს ძველი ფილოსოფიები, ვედური ფილოსოფიები, ასტროლოგიის ძველი, ვთქვათ, ენერგეტიკული, არქეტიპული ენერგია, ნელა ძალიან კარგად ამ ენერგიასთან ცოტა სხვა ხრივ გადის ფსიქოლოგია. ანუ ფაქტიურად ნელა მიდიან იქამდე, რაც ადრე იყო უკვე ძალიან ხნის წინ დაწერილი, ხო? შესაბამისად, აი ეს მზებუდობის პერიოდი, ეს არის რამდენად ჩვენ შიგნით არის რეალურად სისუფთავე, რამდენად გვაქვს
გაცნობიერებული სად მივდივართ, რა ხდება ჩემს სხეულში მაგალითად, ჩემს ემოციურ ნაწილში, ჩემს უსაფრთხოებასთან. შეიძლება თან ქირონი აახლებს ხოლმე რაღაც ჭრილობებს ღირებულების კუთხით, იმიტომ რომ კურო ეს არის თვითღირებულების ენერგია, ხო? და პლუს მე მაგალითად მივაბამდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეხლა გადავიდა ქირონი კურო ზოდიაქოში აი ზუსტად 19-ში და აი ამ კომბინაციაში მზებუდობა და ქირონის გადასვლა და თან ტირჩხიბში მზის გადასვლა, ხო? აი ეს კარგად გააქტიურებს თვითღირებულების თემას, რამდენი ღირო არ მაგალითად ენერგეტიკულ ფსიქოლოგიურ დონეზე, რამდენად მაქვს სამუშაო ჩემ უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ კუროც არის შიდა უსაფრთხოება, კირჩხიბიც არის შიდა უსაფრთხოება, ხო? და ფაქტობრივად მზე, აი რომელიც აი მოამწიფა ეს ყველაფერი გაცნობიერება, გადაიტანა ის, რასაც ვაკეთებდი თელამდე ხანი. ამის გამოხატვა მოხდება ეხლა განსაკუთრებით ამ თვეს უკვე ფსიქოლოგიურ ემოციურ დონეზე. და ვისაც აქვს ეს სენსორიკა ძალიან კარგად გაძლიერებული, საკუთარ თავთან ემოციური კონტაქტის შესაძლებლობა, ძალიან კარგად გამოიყენებს ამ პერიოდს. რომ აი თუნდაც ის რიტუალები რომ დავახმაროთ, ისე რომ ვთქვათ, რასაც ნიშნავს რაღაცის ძველის გაწმენდვა, ხო? და ახლიდან, ახალი სიახლის ენერგიის შემოტანა, ხო? და ამოტანა მზის ენერგიაში შიდა დაფარული რაღაცეების, იმიტომ რომ მანამდე გარეთ მუშაობდა მზე, გარე სამყაროსთან, ხილულ სამყაროსთან მუშაობდა და ახლა გვაბრუნებს ნენელა შიგნით, ხო? ნენელა ციკლის ცვლილება არის, სეზონის ცვლილება არის ასტრონომიულად ფაქტიურად სეზონის იმ კუთხით, რომ აქ უკვე მაქსიმალურ წერტილამდე მოვიდა ფაქტიურად ზაფხულის ენერგია და ახლა შემდეგი მეორე ნახევარი წლის მეორე ნახევარი იწყება. ფაქტიურად შემაჯამებლად შეგვიძლია ეს გავიგოთ, როგორ გავიაროთ პირველი ნახევარი გაცნობიერებული კუთხით და ახლა მეორე ნახევარის გადააზრება ხდება, მაგალითად რა პროექტები გვინდა, რა გვინდა გავაკეთოთ. აი თითქოს ნაყოფი უნდა მივცეთ ამ ყველაფერს, ხო, სადღაც უნდა მივცეთ შიგნითაც ეს გადააზრება, რომ აი ახლა მაგალითად თან იუპიტერი ლომში გადადის, ვენერა არის უკვე ლომში და აი ამ ყველაფრის გამოტანა დავიწყეთ ჯერ ფსიქოლოგიური თვითრეფლექსიით და მერე უკვე ვიწყებთ რეალურად შედეგების ჩვენებას ამ ყველაფრის. ეს არის მთელი ამზებუდობის იდეა. მე ახლა ყველაზე ნაკლებად ვარ ხოლმე ესეთ ხმამაღალი მისტიური სიტყვებისგან, რომელიც ეფექტს ახდენს მაგალითად ან აუდიტორიაზე იმუშავებს, რეალურად რაც არის უკვე ღრმა ეზოთერულ კვლევებში, მაგალითად ღრმა ეზოთერულ სფეროში და ასტროლოგიაში მე იმას გიყვებით, ეს არის პირველი დაიმახსოვრეთ, რომ ის წერტილი, როდესაც პროექტები ან ჩვენ ცხოვრება იყო უფრო გარეთ მიმართული, ეხლა ამ ზებუდობიდან ვიწყებთ ნელა შიგნით გამოტანას, მზის დისკაზე ჩვენებას და გაცნობიერებას რა ხდება ჩვენ შიგნით მაგალითად და სიმბოლურად ჩვენ შეიძლება ბუნებაში წავიდეთ და სასანებლად მიდის ძალიან ბევრი ამ პერიოდში მაგალითად ხო მე რელომში გადავამზე კართობის პერიოდი იწყება, მაგრამ ახლა არის თვით სიმყუდროვის თვით ჩაღრმავების პერიოდი, საკუთარ ემოციებთან კონტაქტის პერიოდი, საკუთარ შინაგან სამყაროსთან. და ნახ შეიძლება ბევრი უსიამოვნო რაღაცების დავინახოთ, ხო, იმიტომ რომ ზეგანათებს ყველაფერს. და უსიამოვნო რა შეიძლება აი ვიღაცა დაინახოს როგორ აკლია თურმე სიმყუდროვე როგორ აკლია ზრუნვა როგორ არა მხარდაჭერა მაგალითად ზოგი პირიქით დაინახავს რა ამ ხელა მხარდაჭერა ქონია და ამას ვერ ხედავდა იმიტომ რომ ეს კერჩხების ენერგიები არის ხო მხარდაჭერის თემა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ეს არის ყოველთვის კერჩხები რამდენად გვიდგანან გვერდში გარშემო რამდენად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს დედამიწაზე ჩვენ სახლში ჩვენ გარემოში მაგალითად აი თუ იყო აქამდე პრობლემები, აი მზე ამოიტანს ამას ზედაპირზე. და შეიძლება პირიქით გამოჩნდეს ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში ამ პერიოდში, რომელიც ამ მხარდაჭერას მოგცემს. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გვაგრძნობინებს ზუსტად იმ სიცარიელეს, რაში ვიყავით მთელი წლების განმავლობაში, ახლა ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ დონეზე რო გითხრათ, ხო? და მე ახლა ფსიქოლოგიას არ ვყოფ დიდად ეზოთერული, სიღრმისეული, არაცნობიერი ენერგიებისგან, ხო? აი ცოტა ვაერთიანებ, ეს არ არის მხოლოდ ცალკე სისტემა და ეზოთერიკა ცალკე, ხო? მე ვაერთიანებ ხოლმე, იმიტომ რომ ხედავ ამათში დიდ ლოგიკას ერთიანობაში. და აი ახლა არის ზუსტად ეს პერიოდი, უფრო გავაცნობიეროთ, გვაქვს თუ არა მხარდაჭერა, რას ვაკეთებთ ამისთვის, როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება იმ კუთხით, რომ უკვე შედეგებზე ვიფიქროთ, ხო? რომ აი
მაგალითად შემდეგში უკვე საით მივდივარ, მე თუ დავინახე, ამოვიტანე ამ არაცნობიერიდან მზემ გაანათა ჩემი შინაგანი, ან ტრავმები, ან პირიქით ის გარემო, ის მხარდაჭერა, ის სიძვირ ფასზე, რაც თუ მე მქონია და ამას ვერ ვხედავდი, აი ამას ამოიტანს ახლა მზე და ინდივიდუალურია, ვინ რას დაინახავს თავისას. და აი რაც უფრო ვიცით ეს პერიოდი, მით უფრო ვაკვირდებით ხოლმე და მით უფრო გაცნობიერება მეტი არის ხო ამ ყველაფერში. ერთი თვის განმავლობაში მაინც ზოგადად როცა მზე არის კერჩხების ზოდიაქოში, ეს არის მაქსიმალურად ბუნებასთან და წყალთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ენერგეტიკული ველი ჩვენში, მაგალითად, წყლის ენერგია ჩვენში ძალიან დიდი არის, მაგალითად, ჩვენ ვართ ხო სტიქიის კუთხით, ხო, მიწა და წყალი ფაქტიურად ეს ენერგიები და ამ ენერგიებს ძალიან კარგად გააძლიერებს ახლა ეს ერთი თვე კერჩხებებისთვის ეს ხდება უკვე, მნიშვნელოვანი პერიოდი არის იმ კუთხით, რომ სრულდება მზე მათ მე-12 სახლში და ეს არის სუსტი ენერგია, ეს არის მზე საერთოდ როდესაც ჩვენ დაბადების ზონის უკან მე-12 სახლის სივრცეში არის, მე-12 სახლი ჩვენთან ეს არის სისუსტე ცოტა, ეს არის ბუნდოვნება, ეს არის ემოციური ღრმა, მაგალითად შინაგან სამყაროში ჩაბრუნება. კერჩხებების ზოდიაქოს ჰქონდა ეს პერიოდი, რომ მანამდე თითქოს უფრო გადააზრება ხდებოდა იმ ერთი წლის, ხო და სოლარი ნიშნავს ახალი წელი იწყება კერჩხებებისთვის. ის მე-12 სახლში გადასდით უკვე ლომებს. ესე რომ ვთქვათ, მზე, თუმცა იუპიტერი გადადის მაინც ლომში ამ პერიოდში, მაგრამ მაინც ეს პერიოდი ახლა ლომებს უდგებათ, უფრო დასვენების პერიოდი, მაგრამ კერჩხებებისთვის ერთ-ერთი კარგი პერიოდი არის უკვე გამოვიდნენ აი ამ ლეთარგიული ერთთვიანი ძილიდან მაგალითად, ანუ ამ უხილავობიდან და გადავიდნენ აქტიურობაზე, ხო, სადღაც მათი ენერგია ნელა დაიწყებს უკვე გაძლიერებას, ნელა დაიწყებს უკვე შინაგან განმტკიცებას ჯანმრთელობის კუთხითაც მაგალითად, ესე რომ ვთქვათ და დააკვირდით კერჩხიბებო, ზოდიაქოთი ვამბობ აქ, იმიტომ რომ უკვე მზე ჩვენთან ეს არის, მზე რა არის, ანათებს და კერჩხიბი ეს არის შინაგანი სამყარო, ემოციებს ანათებს ძალიან, ამიტომ არის კერჩხიბებზე რომ ამბობენ ემოციურები არიან, გრძნობიარეები არიან, ახლა შეიძლება სხვა არც ერთი პლანეტა ყავდეს, არ ყავდეს ადამიანს კერჩხებში, მაგრამ მაინც ანათებდეს მზით თავის შინაგან ემოციურ საწყის, მის მთვარეს, ხო, მოდი ესე ვთქვათ და ამ კუთხით მზე, როდესაც არის ასევე მე-12 სახლში, მზის ნიშნიდან, აი როცა არის ვენერა მაგალითად ახლა ლომში, ვისაც ვენერა ყავს ლომში, მათ პირველ სახლში წავიდა, ხო, ციკლი, ყველა პლანეტას აქვს თავისი ციკლი და მზის ციკლი არის ეს, რომ მანამდე იყვნენ მე-12 სახლში, ახლა გადმოდის უკვე მათ პირველ სახლში. და ესე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ზოდიაქოს კერჩხიბზე ვლაპარაკობ აქ ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს მათი თვე იწყება, ახლა მნიშვნელოვანი არის ეს. მაგრამ თვითონ ყველასთვის, ხო გეუბნებით, ის რაც ახლა ვილაპარაკეთ, თუნდაც კერჩხიბზე ზოგადად გვეხება უკვე ყველას. იმ კუთხით, რომ განათება ხდება უკვე აი იმ სიმშვიდის, იმ სიმყუდროვის, იმ ხარდაჭერის, იმ ზრუნვის, რაც ან იყო და უფრო კარგად დავინახეთ, ან არ იყო და ესეც უფრო მეტად დავინახეთ, ხო? ცოტა გამიგრძელდა ისე, მაგრამ ეს მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, თუ რამე გექნებათ კითხვები, შეგიძლიათ დაწეროთ, შეგიძლიათ გაზიაროთ, მაგალითად და ველოდები ხოლმე სულ თქვენ კომენტარებს და დროებით ახლა ქირონზე მაქვს ჩასაწერი საინტერესო ვიდეო და იუპიტერის ნიშნებზე მაქვს ჩასაწერი ვიდეო, უბრალოდ ვერ მოვიცალე. იმდენი ამბები მქონდა დროებით, მეგობრებო.